რამოდენიმე წამიც და დავიწყებთ ჩვენს რიგით მე-6 live სერიას, რომლის თემაც არის შინ მოვლის მომსახურეობა. მოგესალმებით, კიდევ ერთხელ ვიწყებთ რიგით მე-7 live სერიას სოციალური სერვისების შესახებ, რომელიც მოქმედებს საქართველოში და დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემა არის შინ მოვლის პროგრამა. ჩვენი სტუმრები არიან უკვე არაერთხელ ყოლია ვერა წყულაძე და ასე ვთქვათ, დებიუტი აქვს ჩვენს live სერიებში დღეს რამინ მაჭარაშვილს. და ბუნებრივია ჩვენი live სერიების უცვლელი ჟესტური ენის თარჯმანი ლეკუნა ჯაფოშვილი. დიდი მადლობა. მოგახსენებთ, რომ ყოველთვის ჩვენი live სერიების სტუმრები არიან თავად თემის წარმომადგენლები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენლები, ან ასე ვთქვათ, სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციის წარმომადგენლები. დღესაც ვერაც და რამინიც წარმოადგენენ როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემს, ასევე წარმოადგენენ სერვისის მიწოდების მხარესად აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით. ვიდრე უშუალოდ გადავალთ დეტალებზე, სასაუბროთ ამ პროგრამის, მინდა ზოგადი ინფორმაცია მოგაწოდოთ, თუ რა პროგრამაზე ვსაუბრობთ დღეს, რასთან გვაქვს საქმე, ხო? შინ მოვლის მომსახურეობის პროგრამა სახელწოდებიდან გამომდინარე მიუთითებს იმას, რომ მომსახურეობა და სერვისი მიდის სერვისის მოსარგებლამდე. მაგალითისთვის, როგორც ერთ-ერთ ლაივში ჩვენ საუბრობდით ადრეულ განვითარების პროგრამაზე, როდესაც სერვისი მიდიოდა მოსარგებლამდე ბავშვთან სახლში, ბუნებრივ გარემოში, შინ მოვლის პროგრამის მიზანიც არის ბუნებრივ პირობებში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ პირობებში მოსარგებლის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, დამოუკიდებლობის მაქსიმალურად ხელშეწყობა ყოველდღიურ ქმედებაში, ხო? თუმცა აღნიშნული პროგრამა, თუ კი ადრეული განვითარების პროგრამა მიმართულია ბუნებრივია სხვა ასაკობრივ ჯგუფზე და თერაპიული ტიპის არის, აღნიშნული პროგრამა მიმართულია 18 წლის ზევით ადამიანებზე და კონკრეტულად ის მოიცავს სხვადასხვა ტიპის მომსახურეობას, რომელსაც თქვენის დებართვით ჩამოვთვლი. კერძოდ არის რაღაც ტიპის მომსახურებები აღნიშნულ პროგრამაში, რომელიც თავისი შინაარსით მოვლის კომპონენტს ითვალისწინებს და არის რიგი კომპონენტები მომსახურებებში, რომელიც უფრო ორიენტირებული არის სოციალურ უნარების განვითარებაზე თუ დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობაზე, გარემოს ადაპტირებებზე და კერძოდ გვაქვს რამოდენიმე ტიპის მომსახურეობა. პირველი ეს არის საექიმო საექთნო მომსახურეობა, ბუნებრივია, რომელიც ადგილზე ხორციელდება, გვაქვს კომპონენტი ძირეული მოვლა, რაშიდაც მოიაზრება მაგალითად ჰიგიენური პროცედურების მოგვარება და დახმარება, მხარდაჭერა, ასე ვთქვათ, ადამიანის, მოსარგებლისა და ოჯახის წევრების დახმარება, ანუ რაც მოიაზრებს კომპონენტს, სწავლების კომპონენტს ოჯახის წევრისათვის, თუ როგორ უნდა დაეხმაროთ სერვისის მოსარგებლეს თვითმოვლის უნარების განვითარებაში. გვაქვს სოციალური მხარდაჭერის კომპონენტი, რა დროსაც სოციალური მუშაკის ვიზიტები ხორციელდება ოჯახის პირობებში. ასევე საინტერესო კომპონენტი არის ტექნიკური დახმარება, კერძოდ ტექნიკოსი, რომელიც უზრუნველყოფს და მხარს უჭერს გარემოს ადაპტირების კუთხით სერვისის მოსარგებლეს, რომელიც ძალიან ხშირად შეიძლება დაჭირდეს სერვისის მოსარგებლეს, ბუნებრივია ფიზიკური გარემოს ადაპტაცია. გვაქვს საყოფაცხოვრებო დახმარება, კერძოდ ეს ყოველდღიურ საქმიანობაში დახმარება, მაგალითად როგორც შეიძლება იყოს სახლის დალაგება და საჭიროების შემთხვევაში ბუნებრივია ადამიანთან, ანუ ასე ვთქვათ, ჩართულ სერვისის მოსარგებლესთან ჩართული არის ისეთი, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის მქონე ადამიანები, როგორებიც არიან პერსონალური ასისტენტი, ოკუპაციური თერაპევტი თუ სხვადასხვა სპეციალისტები, რომელიც ეხმარება შინ მოვლის კოორდინატორს, ასე ვთქვათ, გეგმის გაწერაში, ხო?
გარდა ზემოთ აღნიშნული, ასე ვთქვათ, მომსახურებების ჩამონათვალისა, ალბათ კითხვა გაჩნდება, თუ ასე რა რაოდენობის მომსახურება ხდება თვეში განსაზღვრული და სხვა შეკითხვები შეიძლება დაგებადოთ. აღნიშნული ეს ასე ვთქვათ განსაზღვრას აკეთებს ბართელის სკალის კითხვარი, რომელიც განსაზღვრავს იმ კატეგორიას, თუ რა კატეგორიაშიც მოხდება სერვისის მიმღები და ეს ადგენს ასევე იმ საჭირო ვიზიტების რაოდენობას, რაც განსაზღვრული იქნება შემდგომ პროგრამით. ბუნებრივია, თუმცა თითოეულ კატეგორიას გააჩნია ის მაქსიმალური ვიზიტების რაოდენობა კონკრეტული, რაც შეიძლება დაფიქსირდეს თვის მანძილზე, თუმცა ასევე ეს არის ბუნებრივია ინდივიდუალური ჩარევის გეგმის ნაწილი, ანუ შეფასება ხდება სერვისის მიმღების და ამ შეფასების საფუძველზე სერვისის მიწოდება. და ბოლოს ვიდრე კონკრეტული რაღაცა შეკითხვებით გადავალთ ჩვენს სპიკერებთან, მინდა აღვნიშნო, რომ აღნიშნული პროგრამა შინმოვლის პროგრამა წლებია ხორციელდება საქართველოში, არაერთი წელი, მოდი ასე ვთქვათ, თუმცა წინ გადადგმული ნაბიჯი ამ მიმართულებით ის იყო, რომ გასულ წელს შემუშავდა სტანდარტი აღნიშნული პროგრამის და დამტკიცდა, რომელმაც მაგალითად განსაზღვრა თუ რა კვალიფიკაცია უნდა ქონდეს აღნიშნულ პროგრამაში ჩართულ სხვადასხვა სპეციალისტებს, რაც წინ გადადგმული ნაბიჯია ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. თუმცა ბუნებრივია ჩვენ სპიკერებთან ერთად როგორც ყოველთვის ვსაუბრობთ უფრო მეტწილად იმ ბარიერებზე და პრობლემებზე, რაც გამოსასწორებელია პროგრამაში და რაც, ასე ვთქვათ, რაც პრაქტიკამ მოიტანა, ხო? ვერა, რადგანაც ჩვენ გამოცდილი სპიკერი ხართ უკვე, თქვენგან რომ დავიწყოთ მოკლე შესავლის საფუძველზე, რომელიც გავაცანით ჩვენს მსმენელსა და მაყურებელს მშობლის სკიურზე, რომ გვითხრათ პროცედურულად როგორ ხდება პროგრამაში ჩართვა და აი თქვათ რა საბუთების თავმოყრა უწევს ადამიანს ვიდრე მოხდება პროგრამაში, ეს პროცესი რო აგვიღწეროთ, იმიტომ რომ ასე მგონია ცოტა რაღაც განსხვავდება სხვა სოციალური პროგრამებისგან პროგრამაში ჩართვის კუთხითაც კი პროცედურულად, ხო? მოგესალმებით დიანა, დიდი მადლობა ლაივში მოწვევისთვის. მართლაც უკვე მე რამდენი ლაივია თქვენთან ერთად ვარ და ძალიან მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა ვისაუბრო ამ თემაზე. ჩვენ უბრალოდ გურიის რეგიონში ვაწვდით შინმოვლის სერვისს, ამას აღვნიშნავ. ამ ეტაპზე მხოლოდ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში და ასევე 2025 წლიდან ვაპირებთ აღნიშნული სერვისით მომსახურება მივაწოდოთ ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებსაც. ეხლა რაც შეეხება შინმოვლის პროგრამაში ბენეფიციარის ჩართვის სტრუქტურულად რა საბუთები უნდა წარმოადგინოს. ეს არის ფორმა 100, რომელსაც უბნის ექიმი ან ოჯახის ექიმი გასცემს და რომელშიც უნდა ეწეროს წოლიარე. ასევე იმ ის მუნიციპალიტეტიდან უნდა წარმოადგინოს ცნობა, რომ მუნიციპალიტეტში არ არის მსგავსი პროგრამით მოსარგებლე კონკრეტული ადამიანი. პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და კანონიერი წარმომადგენლის ან მეურვე და მზრუნველი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასევე განცხადება, რომელსაც წერს სოციალური მომსახურების სააგენტოში და აქ განცხადებას წერს თავად პირი, ვინც მომსახურებას იღებს, ან მისი კანონიერი წარმომადგენელი, ან ნოტარიულად თუ აქვს ამის უფლება ადამიანს, მხოლოდ ის ადამიანი წერს განცხადებას. განცხადების დაწერის შემდეგ, მოკლედ განცხადება ეწერება ექიმს, რომელიც შემდეგ მიდის სახლში, ექიმი აფასებს ბართელის სკალით და შემდეგ ერთვება ბენეფიციარი პირველ, მეორე ან მესამე კატეგორიაში. ამის შესაბამისად მას თვიური ვიზიტების რაოდენობა გადაუნაწილდება და შესაბამისად მიეწოდება მომსახურება. მადლობა ვერა, ანუ ასე ვთქვათ, კატეგორიების მიხედვით აგვიღწერეთ ეს პროცესი, თქვათ, როგორ ხდება სხვადასხვა კატეგორიაში მოხდეს შეფასების საფუძველზე ადამიანი და მოხდება პროგრამაში. ჩემი რიგითი ყოველთვის სტანდარტული შეკითხვები არის ხოლმე კავშირში იმასთან, თუ
რა სპეციფიურ ბარიერებს აწყდებიან ადამიანები პროგრამაში ჩართვამდე და რამინ თქვენ მინდა გთხოვთ, ვინაიდან თქვენ ასე ვთქვათ შეხება გაქვთ არა მხოლოდ ბათუმთან, არამედ ზოგადად აჭარის რეგიონთან, აჭარის სპეციფიკიდან გამომდინარე, საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ბევრი კომპონენტი შემოდის, ხო, მაღალმთიანი რეგიონი არის, მუნიციპალიტეტები, აი მთლიანი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუ შეგვიძლია გითხრათ, გაგვიზიაროთ რა ბარიერები არის ხოლმე, რასაც ხშირად ხსმენია თქვენ ან იცით, რასაც აწყდებიან სერვისის მიმწოდებლები, ვიდრე უშუალოდ ჩართვებიან აღნიშნულ შინმოვლის პროგრამაში. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, ვინც ლაივში ვიყურებს. მადლობა მოწვევისთვის და შანსისთვის, რომ ის ინფორმაცია გაუზიარო ხალხს ზოგადად ამ სერვისს უკავშირდება და აჭარაში არსებულ მოწვევებზეც ვისაუბრო. მოკლედ, ზოგადად სერვისის ჩართვამდე რაც ვერ ამგვითხარ, რა დოკუმენტებიც არის საჭირო, აი სერვისის ჩართვამდე მაგ დოკუმენტების შეგროვების სირთულეა ხშირად ბენეფიციარებისა და მათი ოჯახებისთვის, იმიტომ რომ მოგეხსენებათ მაღალმთიან თქვა რეგიონებში განსაკუთრებით ტრანსპორტის პრობლემა სერიოზულია. ზოგჯერ კვირაში ერთხელ დადის მხოლოდ სოფლებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ეს ტრანსპორტიც კიდე რა თქმა უნდა ადაპტირებული არ არის. შესაბამისად თუ პირი მარტო ხელა არის და ჩვენ ვიცით რომ შინმოვლაში მარტო ხელა ბენეფიციარები ძალიან რთულია ამ პირების მხრიდან ფორმაციის თქვათ აღება სოფლის ექიმისგან მაგალითად მიუხედავად იმისა რომ სოფელში ექიმი უნდა იყოს სოფლის ექიმამდე ხომ უნდა მივიდეს ადამიანი და უკავშირდეს მაგათი მუნიციპალიტეტიდან ცნობის აღება რთულია ცენტრში უნდა ჩავიდეს დაბაში მაგალითად სოფლიდან ეს ცნობა მოიპოვოს ну და ასე შემდეგ რა განცხადების დაწერა რთულია თვითონ ბენეფიციარების მხრიდან იმიტომ რომ უნდა დაიწერო თვითონ უშუალოდ დაწესებულებაში ზრუნვის სააგენტოში ბენეფიციარის მხრიდან და ეს ზრუნვის სააგენტო სოფლისგან მოშორებით არის ხშირად და შეიძლება ზოგჯერ ისეთ იყოს რომ ერთი მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელს მეორე მუნიციპალიტეტში მოუწიოს დასვლა იმიტომ რომ მის მუნიციპალიტეტში არ არის ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი წარმომადგენელი ეს სირთულეც არის ხოლმე და იყო ზემოაჭარაში იმიტომ რომ ზემოაჭარა მოიცავს სამ მუნიციპალიტეტს და ყველა მუნიციპალიტეტს ვერ უხერხდებოდა ზრუნვის სააგენტოს შესაბამის ფილიალში მისვლა და საკმაოდ გაწელილი იყო დროში ამ დოკუმენტების შეგროვება განცხადების წარდგენა ну ექიმის ვიზიტი სირთულეა ზოგადად სოფლებში იმიტომ რომ თვითონ დაწესებულება ვინც უნდა შეაფასოს ბართელი შკალით ყველა მუნიციპალიტეტში არ არის მაგალითად თავდაპირველად აჭარაში მხოლოდ ბათუმში იყო ეს დაწესებულება ვინც აფასებდა ამ ხალხს და რთული იყო მაღალმთიანი აჭარისთვის ექიმის აყვანა იქ და ინდივიდუალურ ოჯახებში ვიზიტი და შეფასებები და თვითონ სერვის პროვაიდერს მოუწია შემდგომ ამ ექიმის ვიზიტის დაგეგმვა ტრანსპორტირების უზრუნველყოფა გაყვანა და ასე შემდეგ ანუ ცოტა რთული იყო ამ კუთხით მე როგორც ვიცი ახლა მუნიციპალიტეტები ემატება და კლინიკები რეგისტრირებიან თუმცა საწყის ეტაპზე ეს სირთულე იყო რომ ყველა კლინიკა არ იყო თანადარ მომზადებული ამ შეფასების პროცესისთვის და სირთულე იყო ამ მიმართულებით რა დიდი მადლობა რამინ რომ შევაჯამო საინტერესო ინფორმაცია იყო ნამდვილად რასაც მინდა ხაზი გაუსვა ზოგადად საბუთების შეგროვება ყველა პროგრამაში ფიქსირდება ხოლმე როგორც ბარიერი, იმიტომ რომ არ არის ხოლმე მარტივი, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო, ასე ვთქვათ, მოცემულობასთან გვაქვს ამ პროგრამასთან მიმართებაში, რაც შენ უკვე ახსენე, რომ თავად პროგრამის მასში ჩართული მხარე ხშირად არის ის ერთადერთი ადამიანი, რომელმაც შეიძლება ან უნდა თავი მოუყაროს ამ დოკუმენტებს და
ბუნებრივია თუ კი ამ ადამიანს ჭირდება შინმოვლის პროგრამა, მას მხარდაჭერა ამ საბუთების მოგროვებაშიდაც დიდი ალბათობით ჭირდება, იმ დროს, როდესაც საუბრობთ, რომ ადამიანს შეიძლება დაჭირდეს დახმარება დალაგებაზე, დასუფთავებაზე, თვითმოვლაში ჭირდება დახმარება, ხო ჭირდება იმ მთელი საექთნო მომსახურეობა, ძირეულ მოვლაზე, როდესაც საუბრობთ, მოთხოვო ამ ადამიანს, რომ თავად დაორგანიზოს თუ მობილიზება გაუკეთოს ამ დოკუმენტებს, საკმაოდ რთული არის, ხო? იმ დროს როდესაც შემოირბიდოს სხვადასხვა უწყებები უნდა ხო, შემოირბიდოს. რთული არის და აი დროში რო ახსენე რომ დროში იწელება ფიზიკურად ან ხშირად შეუძლებელია ალბათ ვიღაცის მხარდაჭერის გარეშე. ხო, იმ დროს როდესაც რაღაც სხვა პროგრამებთან მიმართებაში ხშირად არის, რომ აი თქვათ იქ შეიძლება ვიღაცა ყავდეს უფრო წარმომადგენელი ოფიცერი, ვინც ამას უზრუნველყოფს, თუ კი ბავშვებზეა საუბარი, ხშირად მშობელია, ხო, წარმომადგენელი, ვინც ამას უზრუნველყოფს. აქ რეალურად დასრულებზე გვაქვს საუბარი და შეიძლება ერთად, ანუ მარტო ცხოვრობდეს ეს ადამიანი და არც არავინ არ ყავდეს, ვინც ამაში დაეხმარება, ამიტომ ვთვლი რომ ალბათ რაც კი გსმენია ბარიერებზე პროგრამაში მოსახვედრად, ერთ-ერთი ყველაზე ესე ვთქვათ ყურადსაღები ბარიერი ალბათ ეს იყო ნამდვილად, რაც აფერხებს პროცესებს. მოდი ჩავთვალოთ და წარმოვიდგინოთ სიტუაცია, რომ ნამდვილად აღმოჩნდნენ ადამიანები, მხარდამჭერები, რომელმაც დააჩქარეს პროცესები, დროში გაწელი რაღაცა შექმნეს, მოაგროვეს ეს საბუთები, მოხდნენ პროგრამაში, შემდგომ რა ხდება უშუალოდ სერვისის მიღების პროცესში, რა არის ის ხარვეზები, რაც ჯერჯერობით კიდევ ფიქსირდება რეგიონებში. რამინ ამ კუთხით თუ დაგვეხმარები. კი ბატონო, ანუ ზოგადად თუ სერვისი ჩაერთო პირი, ვთქვათ, აი არა ეს შეფასება ბათლიშკალის თუ დაიდო დასკვნა ქულები მიენიჭა, როგორც ვერ ამგვითხრა, ანუ მიიღებს ქულების მიხედვით პირველ, მეორე ან მესამე კატეგორიას. შესაბამისად კატეგორიების მიხედვით არის განსხვავებული მოცულობა. საათების მიხედვით ვერ ამას სხვა ეს რომ პირველი კატეგორიის ბენეფიციარს ეკუთვნის მაქსიმუმ 36 ვიზიტი, მეორე კატეგორიას მაქსიმუმ 25 ვიზიტი და მესამე კატეგორიას მაქსიმუმ 18 ვიზიტი. მაგრამ ეს ვიზიტები უნდა გადანაწილდეს მერე, ვთქვათ, ექიმის ვიზიტი აქედან რამდენი იქნება, ვთქვათ, თვითონ მომურგელის ანუ ძირეულ მოვლას ვინც განახორციელებს იმის რამდენი ვიზიტი, კოორდინატორის რამდენი ვიზიტი და ასე შემდეგ, ანუ საყოფაცხოვრებო ასისტენტი, თქვა რაც ახსენეთ, ან ტექნიკური ასისტენტი, ანუ ეს 36 ვიზიტი, მაგალითად პირველი კატეგორიის, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ, მხარდასაჭერი კატეგორია, პირველი კატეგორია პირების, ანუ უნდა განანაწილოს, ვთქვათ, შესაბამისად, ვთქვათ, შეიძლება იყოს თუ 2 ექიმის ვიზიტი, ვთქვათ, 5 ტექნიკური ასისტენტის ვიზიტი და ასე შემდეგ და მაქსიმუმ უნდა იყოს 36 ვიზიტი, მაგრამ თავარი პრობლემა ისაა, რომ ეს პროგრამა ერთმანეთისგან განასხვავებს სოფლის მოდელს და ქალაქის მოდელს, ანუ სოფლის მოდელია სოფელში თუ მიეწოდება სერვისი ბენეფიციარს და ქალაქის მოდელია თუ ქალაქში მიეწოდება ბენეფიციარს ვიზიტისა სერვისი და პრობლემა ისაა, რომ მე რაც თქვი ახლა მაქსიმალური ვიზიტების რაოდენობა ეს არის ქალაქის მოდელში. ანუ ქალაქის მცხოვრები თქვათ ბენეფიციარი მიიღებს ამას, მაგრამ სოფელში უფრო ნაკლები ვიზიტებია განსაზღვრული მაქსიმალური ვიზიტების რაოდენობაზე მაქვს საუბარი. ანუ თუ ქალაქში არის 36 მაქსიმუმ პირველი კატეგორიაზე, 22 არის სოფელში. აგრეთვე მეორე კატეგორიაზე 25 ქალაქში, 16 სოფელში, 19 ქალაქში და 14 სოფელშია მესამე კატეგორიაზე და ანუ ძალიან იგულისხმის სოფელში, იმიტომ რომ მე ახლა ძირითადად სოფლის მოდელთან მაქვს შეხება, ზემოაჭარაში ვინაიდან ქალაქის ტიპის დასახლება არ გვაქვს, არის სოფლის მოდელიდან ერგილი, შესაბამისად ძალიან სირთულეს წარმოადგენს, ანუ არ არის თვითკმარი ეს სერვისი ამ სოფლის მოსახლეობისთვის. კიდე პრობლემა ისაა, რომ ტრანსპორტის პრობლემა როგორც ბენეფიციარებისთვის არის, რომ დოკუმენტების შეგაონ თვითონ მომვლელისთვისაც, ექსისთვისაც პრობლემაა, რომ მივიდეს ბენეფიციარებთან ტრანსპორტის არარსებობის გამო და ფეხით დადიან ხშირად ეს ხალხი და თითული ან ნამდვილად ამ კუთხით ქალაქი შეიძლება 30 თეთრად, 50 თეთრად
დაждე ავტოტრანსპორტში და მიხვიდე მოხვიდე პრობლემა არ იყოს, მაგრამ სოფელში სერიოზული პრობლემა არ გვქონდეს. და თავარი პრობლემა რაც არის ის twide არის რომ სერვისის აქტივობები განსხვავდება, ანუ მაგალითად სოფლის მოდელში არ არის ტექნიკური ასისტენტის მომსახურება და ქალაქშია, ანუ ტექნიკური ასისტენტი უზრუნველყოფს თქვათ ტექნიკური სამუშაოებში მხარდაჭერას, რამე შესაკეთებელი თუ იქნება თქვათ კარი, ფანჯარა, რავი, სახურავი ან სახლში, ეზოში რამე თუ ექნება შესაკეთებელი, შუშუმ პირს ან სხვა პირს მოხუს, რომელიც ჩართულია ამ პროგრამაში, ტექნიკური ასისტენტი მიდის და უკეთებს ამას. მაგრამ სოფელში ეს არ გვაქვს. ანუ იგივე საყოფაცხოვრებო ცხოვრება ასისტენტებს, ანუ სახლში თუ არის დასალაგებელი, რაღაც თქვათ სახლი, საოჯახო სახლი მოკლედ რა, რომელშიც უნდა დაეხმაროს საყოფაცხოვრებო ასისტენტი, ეს სერვისი არ გვაქვს სოფელში და ქალაქში გვაქვს. ანუ მე არ ვიცი რა ლოგიკით გადაწყდა ამის განხორციელება, მაგრამ მე ის ვიცი რომ სოფელში უფრო საჭიროა ეს ყველაფერი ვიდრე ქალაქში, იმიტომ რომ ქალაქში შემიძლია ცხელხადზე დავრეკო და ხელოსანი გამოვიძახო და მოვიდეს 15-20 წუთში ან 1 საათში მაქსიმუმ თუ რამე გამიფუჭდა, მაგალითად ონკარიან რაღაც, მაგრამ სოფელში მე ვერავის ვერ დაურეკავ და ხა მეზობელი შეიძლება არ მყავდეს ახლოს ან რატოა მეზობელი ვალდებული რომ გამიკეთოს არ ვიცი, მოკლედ არ ვიცი, შეიძლება ეგ ლოგიკა იყო რომ სოფელში ვინმე დახმარებოდა, მაგრამ ვინმე არ არის ვალდებული რომ ვინმეს დაეხმაროს რა და მარტო ხელებს უჭირთ განსაკუთრებით ამ შემთხვევაში. თორე ოჯახის წევრი თუ გყავს, ოჯახის წევრი ისედაც ვალდებულია კანონმდებლობით დაგეხმაროს, მაგრამ სუპის თვითონ არ შეუძლია თვითმოვლისა და სხვა აქტივობების განხორციელება, ოჯახის წევრი ვალდებულია დაეხმაროს, მაგრამ თუ მარტო ხელაა, მაშინ განსაკუთრებით დიდი პრობლემაა და სახელმწიფოს ალბათ შემდგომ მოუწევს პრაქტიკიდან გამომდინარე ამ რაღაცებს გადახედოს რა. დიდი მადლობა რამინ, მე უბრალოდ ძალიან საინტერესო მიმოხილვა იყო სიღრმისეული, უცებ შევაჯამებდი რომ ჩვენს მსმენელს წარმოდგენა უკეთ შექმნას მაქსიმალურ საათების რაოდენობაზე, ვიზიტებზე, როდესაც საუბრობთ, რეალურად თვეში ეს 36 მაქსიმალური ქალაქის მოდელის ვიზიტი არის დაახლოებით 18 საათი, ხო, იმიტომ რომ ნახე წერია რომ ერთი ვიზიტი 30 წუთი მაინც უნდა იყოს. მინიმუმ ნახევარი საათი უნდა იყოს. ხო, ნახევარი საათი. ნახევარი. ხო, შესაბამისად ჩვენ ვსაუბრობთ, მოდი მინიმალური მითი საუბარია 18 საათზე და ადამიანი რომელიც ასე ვთქვათ ბართელეს სკალის მიხედვით განსაზღვრავს რომ ჭირდება მუდმივი მხარდაჭერა ან რაღაცა 18 საათი თვეში, არ ვიცი, კვირაში დაახლოებით 4 საათნახევარი არის, ხო, რომ გადავთვალოთ, წარმოვიდგინოთ, რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება სრულ ფასოვნად თქვათ, ხო, მხარი დაუჭირო ადამიანს, რომელსაც ხდება ინტენსიური მხარდაჭერა. და ნუ ჯერეულ მოვლაზე თუ გვაქვს საუბარი, მით უმეტეს უნდა დაბანო, გამოუცვალო და მთელი ამბები რა. ხო, და ბუნებრივია, ასე თქვათ, ამას ვერ იზამ ამ ტიპის მხარდაჭერას ყოველდღიური ვიზიტი ჭირდება ახლა, ხო? და ყოველდღიური ვიზიტით, სადაც ტრანსპორტი არ დადის, შეიძლება ყოველდღე რთულია. სოფელში განსაკუთრებით რთულია კი. ხო, ამდენი დროს არ არის იქ და კი, და ერთი ნაწილი იყო ძალიან საინტერესო, აი ეს კომპონენტები, რო თქვი, რაც სოფლის და ქალაქის მოდელს განასხვავებდა ერთმანეთისაგან. ნამდვილად ესე ვთქვათ, პრაქტიკის თემა ალბათ რომ გადაიხედოს ეს მოცემულობაც და ალბათ განსაკუთრებით აი ეს ტექნიკოსის დახმარება ძალიან საინტერესო არის, რომ თუნდაც გათვლების თავიდანვე გათვლების საშუალებით აქ ხო აღწერილია ვინ უნდა იყოს სტანდარტში ტექნიკოსი და ტექნიკოსს უნდა შეეძლოს ფიზიკური გარემოს ადაპტირება, ეს გამოცდილებაც უნდა გქონდეს, რასაც ბუნებრივია მეზობლის იმედად ვერ იქნები, ხო? მან შეიძლება დაგეხმაროს რაღაც არ ვიცი, საყოფაცხოვრებო რაღაცაში, მაგრამ შეიძლება პანდუსის მოწყობა გჭირდებოდეს სახლში და ის თორე უნდა გააჩნდეს იმ ადამიანს, როგორ ადაპტირებას, ხო, ბუნებრივია. საინტერესო დაკვირვებებია ნამდვილად სოფლის ქალაქის მოდელზე და ნამდვილად პრაქტიკა ალბათ გადახედავს არსებულ სტანდარტს და შეცვლის, ასე ვთქვათ, და მარტივია სოფელში დიდი თოვლობის დროს განსაკუთრებით პრობლემა გადაადგილება და ის და მე ელემენტარული სახლი შეიძლება გადმოსათოვლი იყოს და ის მოხუცი ბენეფიციარი
ყოველდღე სახურავზე და ვერ გადმოთოვლის, ხო? ანუ ტექნიკური ასისტენტი ძალიან საჭიროა სოფელში და ქალაქში უფრო ნაკლებად არ იყო და განსაკუთრებით გულისწყლივი დაღვნიშნავენ ხოლმე მაგას სოფლებში რა. კი. რამინ ბოლო რაღაც ნაწილია შეგაწუხებ კიდევ შეკითხვი და მე უკვე ვერას უთხოვ რაღაც ნაწილს ესე ვთქვათ მისი უკავშირიც მოგცეს, მაგრამ ამ შეკითხვის ადრესატი ვთვლი რომ მაინც უფრო სწორია რომ შენ იყო. ალბათ უკვე გააჟღერე რაღაც ამ პროგრამის მნიშვნელობაზე საუბარი ხო? აი რას აღნიშნავი რა მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოვისმინოთ თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხმა მათთვის რატოა ზოგადად ეს პროგრამა მნიშვნელოვანი, რატო უნდა არსებობდეს, ან რა კუთხით დაანახებდი აი ფართო საზოგადოებას ამ პროგრამას შენ, რატოა მნიშვნელოვანი? პირველ რიგში შინ მოვლა თვითონ გვეუბნება რომ მოვლის საჭიროების მქონე ადამიანებია გათვლი და მოვლის საჭიროებაც აქვს იმ ადამიანებს, ვისაც დამოუკიდებლად თვითონ არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა თვით მოვლის უნარჩვევები არ აქვს და ძირითადად მწოლიარე მდგომარეობაშია ხალხი. შესაბამისად ამ ხალხს აქვს სამედიცინო საჭიროებები, მაგალითად შეიძლება ქონდეს წყლულები, ეგრეთ წოდებული ნაწოლები, რომლის ყოველდღიური და ინტენსიური გადახვევები, გაწმენდა საჭირო, ვთქვათ, მალამოების წასმა, ვთქვათ, ელემენტარული ჰიგიენური საკითხები, ვთქვათ, დაბანა, გამოსვლა, განსაკუთრებით, ვთქვათ, როცა მტოლიარი ადამიანი ხშირად არის გამოსვლა საჭირო, იმიტომ რომ წყლულები არ გაუჩნდეს ისევ აქედან გამომდინარე. ყოზის შეცვლა მინიმუმ თაწოლში, რომ ესეც მნიშვნელოვანია, წნევის გაზომვა ხშირად საჭირო და კონტროლი და ასე შემდეგ. ანუ ეს სერვისი ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს უზრუნველყოფასია მიმართული და შემდგომ შემთხვევები მაგალითად მაღალმთიან აჭარაში, როდესაც ბენეფიციას ხოთ მართლა სულზე მიუსრო ადამიანმა, იმიტომ რომ მარტო ხელა იყო ადამიანი და აი წნევის კონტროლს და თქო წამლის ძოუს მიწოდებას მართლა გადაურჩენია ხოლმე სიცოცხლე ამ ადამიანის, იმიტომ რომ ძალიან მაღალი წნევიდან დაბალი წნევით დახვედრი ადამიანის შუა ზამთარში, როდესაც შეიძლება სასწრაფოდ ვერ ავიდეს ძოულად იქ და გამომძახებელი არ ყავს ამ ადამიანს, სამარტო ხელაა და ეს ხალხი მართლა ფეხით დადის ხოლმე თოვლობის დროს განსაკუთრებით ბენეფიციარებთან სოფლიდან სოფელში და ამიტომ არის ეს სერვისი ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას უნარჩუნებს ადამიანებს და ამაზე მეტი მნიშვნელოვანი სერვისი რაღა უნდა იყოს, უბრალოდ მთავარია რომ ეს სერვისი განვითარდეს და მეტი მოცულობა ქონდეს ტერიტორიულიც და ხარისხობრივიც, იმიტომ რომ მართლაც ახლა 36 საათი არ არის საკმარისი და 22 მით უმეტეს არ არის სოფლის მოდელში განსაკუთრებით რა. და მეორე ის აი დამოუკიდებელ ცხოვრებას უწყობს ხელს, ანუ დამოუკიდებელი ცხოვრება ნიშნავს რომ ადამიანს აქვს ხელშეწყობა ცხოვრებისეული პირობები გაიმჯობესოს და აკეთოს ის რაც მას სურს და როდესაც სურს. და ეს ტექნიკური ასისტენტი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ასისტენტი მის საცხოვრებელ გარემო პირობებს აუმჯობესებს. ელემენტარული შეიძლება ვთქვათ შინ მოვლის ბენეფიციარს დაბადების დღე ქონდეს და უნდადეს მეგობრები მოიწვიოს, ხო? ელემენტარული სახლის დალაგება იქნება თუ რაღაც საკვებით მომზადებაში დამხმარე პირი არ ყავდეს, შეიძლება და ამის გამო ვერ აღნიშნოთ ეს დაბადების დღე, ხო? ამიტომ ეს სერვისი ამაშიც ეხმარება და პლუს ამას პერსონალური ასისტენტის სერვისი, რომელიც დანამატია და შეიძლება შინ მოვლის ბენეფიციარმა მიიღოს, ეს მხოლოდ ქალაქშია შესაძლებელი მივთით და სოფელში პერსონალური ასისტენტი ვერ გეყოლება. ეს დიდი პრობლემაა, იმიტომ რომ თუ ადამიანს წასვლამ უნდა მეგობართან მაგალითად მონახულება უნდა შინ მოვლის ბენეფიციარს, ხო? პერსონალური ასისტენტი შეიძლება გამოიძახოს ქალაქში და წავიდეს, მაგრამ სოფელში ამას ვერ იზავს. ანუ ეგეც პრობლემა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხი ქალაქში უფრო მეტია ბენეფიციარს, ვინც შინ მოვლაშია ჩართული, ვიდრე სოფელში და ეს სერვისი დამოუკიდებელ ცხოვრებასაც ემსახურება. და ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, რომ უნდა გათანაბრდეს სერვისების ხარისხი. რამინ მადლობა. პერსონალურ ასისტირების სერვისი რადგან ახსენე, მომდევნო კვირას მაგ
საკითხსაც ეს შეგაწყვეტ. დანამატია, რა თქმა უნდა, აუცილებლად, რომ დეტალურად უფრო ვისაუბროთ, თუმცა განსაკუთრებული მადლობა, რომ ისაუბრე ამ პროგრამის არა მარტო მოვლის კომპონენტზე და პირდაპირ კავშირში ჯანმრთელობასთან, არამედ უფლებრივ ჭრილშიც გვაჩვენე, რომ ხშირად დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობა არანაკლებ მნიშვნელოვანია თუნდაც ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზოგადად და დაბადების დღის აღნიშვნა ერთად თუ ესე შემდგომ ისეთი ესე ვთქვათ ყოველდღიური ნაწილი ალბათ ადამიანების რომლებიც ვერ აკეთებენ რეფლექსიას ალბათ რომ ყველას თუნდაც ამის საშუალება არ აქვს დამოუკიდებლად რომ გააკეთონ ხო და შესაბამისად აქაც კი ასეთ ყოველდღიურ პატარა სიხარულში როგორ შეიძლება მიიღოს აღნიშნულმა პროგრამამ მონაწილეობა, ხო? დიდი მადლობა რამინ უფრო ვერას თხოვ და რა თქმა უნდა თუ კი რამე გექნება დასამატებელი დაგვიმატებ რეკომენდაციების ნაწილში, რადგან რამინმა თქვა რომ უბრალოდ უნდა განვითარდეს უფრო და გაუთავრდეს სხვა სერვისებს, შენ რა თქვა კონკრეტულ რეკომენდაციებს შეგიძლია რომ გაგვიზრდა რომ ამ პროგრამასთან მიმართებაში? ის გამოწვევები, რაც რამინმა ახსენა, ნამდვილად ერთნაირია ყველა რეგიონისთვის და მუნიციპალიტეტისთვის და ძალიან რთულია განსაკუთრებით ეს ტრანსპორტირების პრობლემა, რაც დაასახელა თუნდაც ბენეფიციართან რომ მივიდეს ექიმი და შეაფასოს ბართელი შკალით, თუნდაც მივიდეს სპეციალისტი, რომელიც მომსახურებას გაუწევს ბენეფიციარს, ანუ ეს ვიცით რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის, თუმცა აქ მაქსიმალურად კიდევ ერთხელ შეიძლება აღვნიშნოთ, რომ მუნიციპალიტეტის როლი იყოს უფრო მეტად გამოკვეთილი და მათი მხარდაჭერა, რომ ინდივიდუალურად იყოს დაფინანსებული თუნდაც ტრანსპორტირება ამ ადამიანებთან, რომ მივიდეს სერვისი და შეუქმნას ის დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხი, რაც ასე თუ ისე მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია ამ პროგრამაში ადამიანი რომ მოხვდეს, აუცილებელია განცხადების დაწერა, რომელიცაც წერს კანონიერი წარმომადგენელი ან თავად ბენეფიციარი. ამიტომ ესეც მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც მარტოხელა და ხანდაზმულ ადამიანს, რომელსაც არ შეუძლია და ვერ აგროვებს კონკრეტულ საბუთებს, რაღაც უფრო გამარტივებული ფორმა იყოს ამისთვის, თუნდაც ან სოფლის წარმომადგენელს შეეძლოს განცხადებით მიმართვა სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის, ან თავად სოციალური სააგენტოს რომელიმე აგენტ შეეძლოს ადგილზე მისვლა და იქვე განცხადების შევსება, თუნდაც გაამარტივებდა ამ პროცესებს, რომ ჩართულიყო ბენეფიციარი მომსახურებაში და სრულებით ვეთანხმები რამის, რომ ეს გათანაბრება ძალიან მნიშვნელოვანია. ექიმი სოფლებს სამწუხაროდ უმეტესობას ყავს კვირაში ერთხელ და ეს ხელმისაწვდომობა არ არის სოფლებში ექიმის, საყოფაცხოვრებო ასისტენტი ეს ისეთი რაღაცაა, რომ მართლაც ჩვენც გქონია პრაქტიკიდან შემთხვევები, რომ აი ელემენტარულად ფანჯარა არ ქონია სახლს და ფანჯარა ჩაუსვიათ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ზამთარში არ გაყინულიყო ან შეშა შეუტანიათ და ფეთში დაუნთიათ, რომ სითბო ქონოდა, ანუ ძალიან ისეთ მიზერულ რაღაცებზე ვსაუბრობთ და ელემენტარულზე, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეული ადამიანისთვის. და ძირითადად იმ ჩანაწერის გამოსწორება, ну პირადად ჩვენ შეგვექმნა ეს პრობლემა, რავი, გურიაში გვაქვს ყოველ შემთხვევაში, რომ თუ მწოლიარი არ წერია ფორმაში, მეორე და მესამე კატეგორიის ბენეფიციარებს ვერ ვთავთ აღნიშნულ პროგრამაში და ეს ჩანაწერიც თუ გამოსწორდება დადგენილების დონეზე, ჩვენთვის ძალიან გამარტივდება მუშა პროცესი. მადლობა ვერა მოვინიშნე რაღაც რეკომენდაციის ნაწილი. რამი ხომ არ დაამატებდით რამეს თუ გინდათ ამ კომპონენტში? კი. პირველ რიგში ის კადრების გადინების სერიოზული პრობლემაა. ახლა უბრალოდ პრობლემებზე საუბრისას ესეც ახლა უბრალოდ დროის სივრცის გამო გამოგვჩა, მაგრამ კადრების გადამზადება სახელმწიფო არ უყურებს და სერვის პროვაიდერია ვარდებული კადრები მოამზადოს. აქ თაობარია მოვლის სპეციალისტებზე, შინმოვლის სპეციალისტებზე შესაბამისად ეძება რამდენიმე 1000 ლარი. შესაბამისად საქართველოში არის ამ კადრების დეფიციტი, მაგრამ პროგრამაში ჩართული ადამიანები ხშირად პროგრამის სირთულეების გამო, რაზეც საუბარი ქონა, რომ ვერ მიდიან ფიზიკურად, ელემენტარული ბენეფიციარები და დიდი დანახარჯები აქვს ფიზიკურად და ეკონომიკურად, ხშირად გადიან ხოლმე პროგრამიდან. აიძულებით ვერ აიძულებ ადამიანს რომ იმუშაოს გინდა თუ არა და ანაზღაურების ნაწილში ანუ
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ და ფინანსება გაზარდოს, იმიტომ რომ სოფელში განსაკუთრებით დიდი დანახაჯებია საჭირო და ფიზიკურად პროვაიდერს არა მარტო ის ევალება, რომ კადრები უზრუნველყოს, არამედ იქ არის თქვათ ჰიგიენური საშუალებებითაც უნდა მოამარაგოს ბენეფიციარი, ანუ პამპერსი უკიდოს მაგალითად, სველის სალფეთქები, რაღაცები, რაც მოვლისთვის არის საჭირო. მაგალითად, ხელთათმანები შეიძინოს თქვათ მომვლელისთვის და ასე შემდეგ, ხო? ანუ ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ერთ ვაუჩერშია მოქცეული და ეს თანხები თაკე ოფისი უნდა შეინახო, ვთქვათ, მენეჯერი, ბუღალტერი, კომუნალური გადაიხადო, ანუ სერვის პროვაიდერს ძალიან მეტყვით აწვება კიდე ამ კადრების ყოველ, რავი, 3-4 თვეში გადამზადება, იმიტომ რომ კადრები მოყავს და მიდიან. და სახელმწიფომ რამე პროგრამა უნდა შექმნას ან განათლების სამინისტროსთან ერთად და ილაპარაკოს ჯანდაცვამ, რომ გადამზადების პროგრამა შემუშავდეს, რომელსაც სახელმწიფო დააფინანსებს. ხო და ეს კადრების პრობლემასაც მეტნაკლებად მოაგვარებს. მეორე კიდე მნიშვნელოვანი პრობლემა რაც არის, გათანაბრების ნაწილში, ანუ სოფლის და ქალაქის მოდელი, მე თუ მკითხავ, კი უნდა გათანაბრდეს, იგი სოფელში უკეთესი უნდა იყოს, იმიტომ რომ ეხლა მართლა პირიქითაა. სოფელში ისედაც ნაკლები სერვისები აქვს და მე თუ მკითხავ, მუნიციპალიტეტებს უნდა დაელაპარაკოს, ვერ ამას აღნიშნა ეს, რომ მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა მაინც უნდა განდდეს ამ პროგრამებში, იმიტომ რომ თუ სახელმწიფო ამ ეტაპზე ვერ უზრუნველყოფს რაღაც თქვათ კომპონენტებს მუნიციპალიტეტმა თანადაფინანსების პროგრამით, თუნდაც ტრანსპორტირების ნაწილში ვთქვათ, მუნიციპალური ტრანსპორტები მაინც უზრუნველყოს და დამატებით ჰიგიენური საშუალებები და რაღაცები დაუფინანსოს სამხრეთს, იმიტომ რომ ის პროგრამები, რაც მუნიციპალიტეტებს აქვს, არ პასუხობს ამ გამოცდას, იმიტომ რომ ხშირად 30-50 ლარია ჰიგიენურ პროცედურებზე ან წამლებზე, თქვათ, თვეში მუნიციპალიტეტებში და ეს არაფერი არ არის, ზღვაში წვეთია რა. აქედან გამომდინარე, მეტი მხარდაჭერა ჭირდება სოფელს რა. იგივე სოფლის ექიმის კუთხით რა ვიგოთ ახლა. სოფლის ექიმი მართლაც შეიძლება კვირაში ერთხელ დიოდეს სოფელში და ექიმის ვიზიტის თარკე უნდა დააფინანსოს სერვის პროვაიდერმა. ეს ხო დამატებითი ტვირთია სოფლისთვის. მადლობა რამინ ვერა საინტერესო მოსაზრება რომ შევაჯამო კადრების გადამზადების კომპონენტი, რომელიც პრობლემა არის არა მხოლოდ აღნიშნული პროგრამის, არამედ ზოგადად ყველა პროგრამისთვის ზოგადად არ ხდება მხარდაჭერა ორგანიზაციების გადამზადების ხარჯის ნაწილში და ალბათ განათლების სამინისტროსთან ერთად თუ კი შემუშავდება, რაც აღნიშნეთ რამინ თქვენ გადამზადების რაღაცა კურსები, რომელსაც უზრუნველყოფს სახელმწიფო, ეს პრობლემას გადაჭრის კადრების, არა მხოლოდ ამ პროგრამაში, ბევრი სხვადასხვა პროგრამა, სადაც კადრები არის საჭირო, რომ გადამწადდეს. შეიძლება იყოს არგუმენტი, რომ ზოგიერთ კოლეჯს აქვს, ვთქვათ, კურსები, მღვიმის კურსები, რომელიც შეიძლება ამ პროგრამაში გამოგადგეს, მაგრამ ისევ იმ პრობლემამდე მივდივართ, რომ ეს კოლეჯებია ძირითადად ქალაქებში, სოფლებში არ არის. შესაბამისად, ახლა სოფლიდან კადრი ვერ წავა ქალაქში დასწავლებლად მხოლოდ იმისთვის, რომ მე რამდენიმე თვე იქ ისწავლოს და უკან დაბრუნდეს, მე სოფელში დამუშავოთ. ანუ რაღაც მოკლევადიანი და სწრაფი, ეფექტიანი კურსი უნდა შემუშავდეს, რომელიც თუნდაც ადგილზე გადამზადდებიან ხალხი რა. კი ბატონო, მობილური რო იყოს უფრო ეს პროგრამა. და საინტერესო იყო მოსაზრება ქალაქის და სოფლის მოდელის არათუ გათანაბრებაზე, არამედ ასე ვთქვათ, უკეთ გაუმჯობესებაზე, თუმცა ვიტყვი რომ ეს გაუმჯობესება საჭიროებს იმისთვის რომ გათანაბრდეს სწორედ მე მგონი ალბათ ესე იქ რეალურად უფრო მეტ მხარდაჭერას საჭიროებს სოფლის მოდელი იმისთვის რომ გათანაბრდეს. სწორად რო გავიგოთ, ხო? და ნუ ტრანსპორტირების თემა, რაც სწორად აღნიშნავს ხოლმე ყველა ჩვენი სპიკერი, ადგილობრივი თვითმმართველობის ვალდებულების ნაწილშია და ამ კუთხით და კომპონენტით მათი ჩართულობა იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი და პროგრამაში შესვლამდე მხარდაჭერა ზოგადად სერვისის მოსარგებლის თან გამარტივება პროცედურების ყველაზე მეტად აქტუალური ალბათ ამ პროგრამისთვის არის ყველა სხვა პროგრამასთან შედარებით თუ კი შეხედავ, იმიტომ რომ იქ ყველგან რაღაცა ხედავ ადამიანს, რომელიც
შეიძლება იდენტიფიცირდეს როგორც შუამავალი ამ პროცედურების. აქ შეიძლება არც არავინ არ ყავდეს ადამიანს და ბუნებრივია, ასე ვთქვათ, ეს ჩანაწერი, რომელიც მოიცავს, რაზედაც ვერ ამ კონკრეტულად აღნიშნა, სპეციფიური შეიძლება ძალიან ესეთი ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ მწოლი არის სიტყვასთან არსებული ჩანაწერი, რომელმაც შეიძლება განსაზღვროს ადამიანის პროგრამაში მოხვედრა არ მოხვედრის საკითხი მნიშვნელოვანი თემა არის. დიდი მადლობა თქვენ დღევანდელი ლაივისთვის, ჩართულობის საინტერესო ძალიან სიღრმისეული განხილვისთვის აღნიშნული პროგრამის. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ შესაბამისი ადამიანები ვინც არიან დაინტერესებული აღნიშნული თემით მოისმენენ აღნიშნულ ლაივს და იქნებ იყოს ინტერესი ამ მიმართულებითაც უკეთესობისკენ შეიცვალოს და დაიხვეწოს პროგრამა. დიდი მადლობა ვერა. რა მინდა ბუნებრივია ლეკუნა შენ ჩვენი დღევანდელი დღის მხარდაჭერისთვის. მადლობა. მადლობა.